Essa carta aqui, ó. I don't know about salmoninho, I don't know how to do მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო თქვენ უყურებთ გადაცემას ბინა 18 ხოლო მე მისი უცვლელი წამყვანი ნინელი ჭანკვეტაძე გახლავარ შოკლედ და რა თქმა უნდა მე ამ გადაცემის წამყვანაში დამეხმარება ჩემი ძმა ჩემი მეგობარი ძალიან პოზიტიური ადამიანი და უკვე 1 წლით დიდი 29 წლის უკვე ლევანიკა გოგორელიანი დღეს მას დაბადების დღე აქვს და აბა კიდევ ერთხელ ავიო ზანუ იმას ნინი დაბადების დღე აქვს ფაქოს მიულოც მე გიოცა მოკლედ არ გავაშოროთ მოვილაპარაკოთ კამერაში მადლობა მოწვდის ყველაფერი მოგმეს მადლობა ყველას მაგრამ არ გვიდა არ ვითომ არ იმიტომ რომ რაღაც პერიოდში გიხარია დღეს მოკლედ დაბადების დღე გაქვს და რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემის თემა იქნება სლენგი ვილაპარაკებთ ქართულ სლენგზე და არა მარტო ქართულზე ხო სლენგზე ვილაპარაკებთ ზოგადად ქართულშიც არის სლენგი ხო ანუ ყველა ენაში არის სლენგი ან ზოგადად სლენგი ენაში ერთი სლენგი უნდა ეგდოს ახლა ისეთია რა ხო და მოდი დავიწყოთ ავხსნათ ხო ჯერ არის სლენგი სლენგი ხო არსებობს სლენგი არის მეტყველების არაფორმალური არასტანდარტული სახეობა რომელსაც ახასიათებს ახლად გამოგონებული ან ახალი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამონათქვამები ბრავო გამოიყენება სხვადასხვა დაჯგუფებებში ასაკობრივში პროფესიულში გინდა სოციალურში ასე შემდეგ და სლენგი არის სლენგი არ ჟარგონია არ დიალექტი არ კოლოკვიალიზმი სლენგი არის თავისი სლენგია და მორჩა არავინ არ კოლოკვიალიზმში არ აგერია კოლოკვიალიზმში არ აგერია ეგ შეცდომა სლენგი გამოიყენეს მწერლობაში და ჟურნალისტიკაში 1900 პირველ წელს თურმე პირველად ვიღაცამ სტერტონმა ბრიტანელმა მწერალმა გამოიყენა და მას ასეთი ფრაზა მიუძღვნა სლენგს ყველა სლენგი არის მეტაფორა და ყველა მეტაფორა არის სლენგი ეხლა წავიდა გადაობა სანამ გადაობა წავამები და დაბადების დღე მივილოცო კიდე ერთხელ თბილისის ოლიმპიური ფესტივალისგან მათ ძალიან კარგი საჩუქარი გამომიგზავნეს ესეთი ახლა რაღაც აქ არ დაგიდია უკაცრავად მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მათ საჩუქრისთვისაც ძალიან დიდი მადლობა სერიოზული ჭოკი გამოუგზავნეს და ჭოკი გამომიგზავნეს ჭოკის ხტომა რო დაამოღამოს და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ატარებენ საქართველოს საჩუქრებს ზოგადად ესეთი მაგარი ფესტივალი აუტეხო გადაობები. აუტეხო ხა პონტზე გადაო, პონტზე კი არა, სლენგზე გადაობები. მოკლედ, უამრავ სლენგს ვაწყდებით ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მაგალითად, პონტი გაეძრო, გატრასა, გაკაწრა, ასწორებს, თემა, გაიჩითა, გაიჩალიჩა, დამგრუზა, რაღაც ბევრია, ძალიან ბევრია ახლა. არ ჩამოვთვალოთ თორე მე რომელიმე გამოგრჩება და გაუტყდება. და ისეთი პონტია რა. ისე პონტია. და მოდი ავხსნათ რა თვითონ რაღაც კონკრეტული სიტყვების სლენგზე, რას ნიშნავს ამ მნიშვნელობები აქვს. რომელი სლენგი, რომელი ავხსნათ? ხო, რა ვიცი, აი ბოლოს ვახსენეთ პონტი მაგალითად. მაშინ პონტი კი არა, მარტო პონტი კი არა, პონტი გაეძრო. პონტი გაეძრო, რას ნიშნავს ავხსნათ? აიმიტომ რომ ზოგი ხო ახალ ჩამოსული აქვს ქვეყანაში ზოგი. იცი რას ნიშნავს? პუტკუნ. პონტი გაეძრო, როგორ ავხსნათ ეხა? ერთად რთულია, მაგრამ მეგონი ცალკე ჯობია. ცალკე პონტი, ცალკე გაეძრო. ხო, ცალკე. ეხა პონტი რა არის? პონტი რა არის? ანუ ნაშების პონტია. დალევის პონტია. აი ტუსოვკის პონტია. ანუ რაღაცა კარგს ნიშნავს, ანუ პონტი რაღაცა კარგს ნიშნავს, ხო ალბათ? თუ რა? არა, ცუდიც არის, ცუდი პონტია ვერ გამოვა, უხერხული პონტია. ცუდიც არის. პონჩი გაიჩნდა. ხო, ანუ კარგიც არის, ცუდიც არის. ისე რაც არის, ისეთ პონჩი პონტი ვარ. ხო, როგორ ხარ, რავი, ისეთ პონჩი ვარ. ანუ პონტი გამოისო კარგიც არის, ცუდიც არის, ისე რაც არის, ანუ პონტი არის ყველაფერი. პონტი არის ყველა. ანუ შევთანხმდით, პონტი
ყველაფერი. ეხლა გაეძრო. ავედით გაეძრო. რა არის გაეძრო? გაეძრო არის იგივე რაც გაიჩითა, ოღონდ ცოტა სხვანაირია ხე? გაიჩითა არის გამოვიდა. ადვილად შედარებით არა. აი გაეძრო უფრო სიურპრიზია, არ ელოდებოდი. სადაც პატარა ხრელი იყო და იქ გაძრა, გაეძრო. ანუ სასწაული მოხდა და რაღაც გამოვიდა. ანუ სასწაული მოხდა და რაღაც გამოვიდა. გაეძრო. გაეძრო, ხო. ანუ პონტი არის ყველაფერი, გაეძრო არის სასწაული მოხდა და გამოვიდა. რაღაც გამოვიდა. ეხლა შევაერთოთ. პონტი გაეძრო. ყველაფერი მოხდა და სასწაული გამოვიდა. მაგრამ ვერცერთი ვერ წარმოვიდგენთ. ეხლა პონტი რომ ამას ნიშნავდა, ხო? კიდე შემდეგი რა? შემდეგი რა? სახეს გაგიხევ. სახეს ეგ არის ძირითადად ორმოქმედებიანი სლენგი. პირველი მოქმედება არის რომ სახეს ავდგები და ფურცლად გადაგიქცევ. მეორე მოქმედება ამ ფურცლს გაგიხევ. ანუ ეგ რა თქმა უნდა. კიდე რა პონტები ვიღაცა, მაგრამ სინამდვილეში თუ ვინმე გითხრათ რომ სახეს გაგიხევ, ესე იგი ვერ გაქვს კაი ამბავი, რაღაცა ზომები უნდა მიიღო. არ არის კაი ამბავი. სახეს გახევით გემუქებია. რამე მომაწოდე, რომელიმე სლენგი. ხო. კაროჩე. ნუ კაროჩე ხა მეგრული სლენგია. და ქართულად ნიშნავს კაროჩე შემდეგ სლენგზე გადავიდეთ. მოუხდა. კოდი გადავიდეთ. შემდეგი. იტოქში ისე ბაბულიკებთანაც ახლო არის, მარტო ისე არა, ბაბულიკურთანაც არის. ავიჭერი ბაბულიკებთან ეს ახლო არის, ავიჭერი. ანუ რა ვქენი ავიჭერი? ავიჭერი არის გადასარევი სლენგი. ანუ ნიშნავს რომ აი გაუკვირდა, დაიბნა, თან უხერხულათაც იყო, აი აიჭრა რა. ხო, ეგ გასაგებია მნიშვნელობა, მაგრამ საიდან მოდის თვითონ ავიჭერი, ანუ რატო ავიჭერი და არა რაღაცა. ალბათ მოდის ადმოვარდა. მე ვიცი საიდანაც მოდის. ალბათ მოდის რძიდან. ხო ნინო? რძიდან მოდის უფრო, რძე ხო იჭრება, ანუ რძე არის და იჭრება რა. აი და ანუ მეც ავღელდი აი ავიჭერი. კაი, ანუ ეგ თუ არის ავიჭერი, მაშინ პირიქით როგორ იქნება რომ აი დავწყნარდი, დამშვიდდი. ანუ ეგეც თუ რძიდან მოდის, ანუ შევდედდი არის. მაგარი შედედებული ვარ. ძალიან შედედებული. რას ამბობ, ბიჭო, გუშინ ქორწილში 20 კაცი ჭუბობ და მივედი, შევადედე ეგრევე სიტუაცია, დადედდით, მეთქი, დავაწყნარე სიტუაცია. მე ძმაო, შენ თუ გაინტერესებს ერთადერთი კლასიკური მუსიკა მადედა. კლასიკური მუსიკა. გაბრაზებული ბიჭო ეს ვინმე შეადედეთ, თორე იმენა სახეს გაუხევ. ანუ სახეს გადაუხსევ ფურცლად და მე ფურცელს გაუხევ. სად ჩაუწრია. მოდი ჩვენ ავხსნათ ახლა სად შეიძლება არ გამოიყენო. სად არ უნდა გამოიყენო. ხო, არ უნდა გამოიყენო სიტყვა სლენგი ასე. ხო, სად არ უნდა გამოიყენო. აი მაგალითად თქვა მიხვედი დასაფლავებაზე და იქ მიდიხარ და უნდა ჩამიუსამძირო და ასწორებს ძმაო. დასაფლავებაზე პარაკიდე არ ვიყენებ. ასწორებს მაგრა გამისწორე. კიდე საჩეება არ მაგრამ არ უნდა უთხრა არც შემთხვევაში როდის პირველ ღამეს დილით პირველი ღამე გქონდა და დილა არის და ადექი ოთახიდან გამოხვედი და სიმამრი გხდება და როევლები ასწორებს ძმაო. ამას მიმალავდი. ეგრე არ შეიძლება. და კიდევ ერთი აქსიომა. ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, მას მინდა გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში კურიერი არ ასწორებს. ანუ კურიერზე არ შეიძლება კიდე თქვა, რომ ასწორებს. კურიერი ასწორებს კი არა, ჩემი აზრით უნდა აუგზავნოს საერთოდ კურიერი. აი, აუგზავნოთ. ალინი ხო არ ხარ, აუგზავნოთ რანაირად. ნუ რატო ნარკოტიკები ხო არის აკრძალული? ხო და მე რა შუაშია ნარკოტიკები. ეს ნარკოტიკია, ხალხი ზის მაგაზე. შეუულებია, აი, ხალხი ზის და კურიერზე და იმაგა. ხო და აი. რას გუშინ 6 საათიან ჩაუჯექით 4 კაცი. მაგრა დაგვაბოლა, ძმაო. იცი რა დაგვაბოლა? რო წამიყვანეს მოახსენეს ვიღაც ამომიგდო იქიდან. მეთქი ვინ არის ეს? მაია იქნებოდა ასეთ. შეიძლება მარაო და რა მაის მაია იქნება. მოკლედ გამიკვირდა ხო, წაგიყვანე და იმას იზავდა ადამიანს რა მოგიგდებს. ხო და ისე კურიერის სლენგზე როგორი იქნებოდა? ბატონებო, ახალი ამბები ჩითავს აქ. მაშასე ინფორმაციას გადაცემას გრუზი ინფორმაციით დავიწყეთ. პროპკა პეკინის სტრიტზე, კაჩაობა ნახალოვკაში. სამარშრუტო ტაქსი, რომელმაც მაღა განათების ბოც ტენა. ამ და სხვა ცუდი პონტებით ეთერშია კურიერი. ეთერშია კურიერი.
9 საათზე. 9 საათზე. იყოს 9 საათი. ლარის კურსის გამოსასწორებლად ღარიბამ მინისტრებს 10 დღე მისცა, რომელსაც ერთ კვირაში თავის სახით ჩაიბარეს. ჩვენმა კორესპონდენტმა საკაიფო თემა გაჩნდა. ექსპერტიც გააძრო და მას ბაიტზე ეწვია. საკაიფო ჩართვა გაიჩნდა პარლამენტის ხდომიდან. ხალბატონებო და ბატონებო, კენჭი უყაროთ კანონ პროექტს მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით. ბევრი დრო არ არის და გთხოვთ რომ დროზე მოვაყომაროთ პონტი. თუ შეიძლება რომ ეს დროზე მოუკრათ თავი. დიდი მადლობა თქვენ დაცინეთ 9 საათიანი კურიერი. კარგად დადებოდა. გოგა. მოკლედ, გარდა ამისა ჩვენ გადავიყარეთ ეს ძალიან კარგ რამეს ინტერნეტში. ძალიან კარგ რამეს. ქართული სლენგების და არა მარტო ქართული სლენგების, არა მარტო სლენგების, ჟარგონების, თანამედროვეების ამ ყველაფრის თანამედროვეების ძველ ქართული თარგმანი. ხო, განმარტება რა. განმარტება. აი ეკრანზე ალბათ Facebook, აი ნიკა შევარდაძეს ეს. აბაროტის აღება. ნაცვლის მიღებად მცდელობა. აბაროტი. ნასეთქვა. ავთამსტოვარი. გატრაკება, უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება. აბიჟნიკი. წყენის მთესველი. სადიშე წყენის მთესველო. არ შენობიტრო. სადიშე წყენის მთესველო. სადიშე წყენის მთესველო. უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება ხო არ მოგინდა ეკაშე. ბიჭო, რას უაშია უმიზეზოდ ავთამსტოვარი იყო ტიპი და ავთამსტოვარი იყო. კონჩი მისაღები მე უმიზეზოდ შფოთის მოწადინება უნდა თქო. შემდეგი. ბირჟა ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ. აიცო, იმას არ ჯობია ესე საფიხვნოდ შეყრას და უშვერებას და ამპარტავნობას მუშაობა რო იმუშაოს არ ჯობია. ელიგანი. ხო, რაღაც ან გიორგი დგას იმას. დიად ძიმე სიბრიყვე. შემდეგი დიად ძიმე სიბრიყვე ქმნილი. გოიმი კაცი მცირის დაბიდგან ქალაქსა ჩამოსული გარდნამუნ მკვიდრობისა ვერ შემშვენებელი. გოიმი. მოკლედ გოიმს ვერ ეტყვი ვერავის. ძველ ქართულად, თორე ძალიან ბევრი დაგადგება. და ბოლო ესეთი ანუ ნაჩუმათარ საქციელზე წასწრებასა ჰქვიან. რაკაც მასიავე ჩაიდინოს, მიმალვას ცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს ესე რა. ესი არს ცხელფაქტზე დანა. მოკლედ, ეს იყო ბოლო სლენგი, ჩვენ რეკლამაზე გავქუსლავთ და დაგიბრუნდებით საკუთარ. Georgian Dream Studio. ხალბატონებო და ბატონებო, გვიფასებო, საყვარლებო, კარგებო, კეთილებო, ჩვენებო, კიდე როგორ შეგამგოთ. როგორ მოგეფეროთ. მოკლედ გრძელდება ჩვენი ბიბინა ბინა. ჩვენ კარგ ხასიათზე ვართ, იმედია რომ თქვენც ეგრე ხართ და ჩვენი შემდეგი სტუმარია. სლენგებზე ამბავი ეხანახეთ თქვენ, სლენგების ამბავი. უსკა როგორ ხარ? სასიამოვნოა თქვენი შეკითხვების ბინაში. მოგზავნით. და ამბავს რატო უკეთებთ იგნორირებას? გამარჯობა. ულამაზესი უმშვენიერესი ნინი. რუარ გადაგფაროს ჩვენ, რუარ გადაგფაროს. რუარ გადაგფაროს. კი ბატონო. ის თავისას მაინც აკეთებს იქიდან. აქეთაც გამოდის ხოლმე. კი. მინახავს სამეცადინო თუ არა? ის სამეცადინო ოთახია. 18 რას ნიშნავს? დინა 18 როა ვიცი, მაგრამ რატო 18 და არა 38? იმიტომ რომ ახლა ნინისო უყურებ, მაინც +18 უნდა იყოს, ხო? ცენზურა. რაღაცა კუთხით. კი ბატონო. როგორ ხარ, როგორ ვქნობ თავს? ბიჭო, აი რაღაცა გადაცემაში რომ მივდივარ ხოლმე ვიცი რომ რაღაცა მოუყვე, თემა ვიცი, რაღაცა უნდა გააკეთო. ეხა აქ ისე დაბნეული ვარ, კარებს რომ მივაჭირო, ვიფიქრე დენ მარდამარ დღას თქოს ასრულებ. აკროფიბან ეხა სულ აკეთები არაფერ ამოხოხდეს. აი ცოტა დაზაბული ვარ, მაგრამ ეცნები რომ ისე. ჩვენი იმედი მაქვს. ძველ მეგობრობას არ გავწიდა. ჩაი ყავა რა. არა გენაცალე. მათ არ მისცემ. იმეცადი. ისეთი ნასადილები ვარ, ისეთი.
მოკლედ ერთადერთი ცოცხალი ქართველი მეიგავეს. არ გინდა ეხა ეგ ამბა. როგორ არ მინდა? მაგიტო მოგიწვიეს სტუმრად რა. არა, დავანებეთ თავი კაცო. მე არა ვარ მეიგავი არის სულხან-საბა ორბელიანი და ლაფონტელი და კრილოვი და ეზოპე და მოღვაწეობ თეატრში. მოღვაწეობაც ისეთი მოღვაწეობენ და მე რაღაცა ჩალიჩა, ამიტომ დედა თეატრი თუ მამა ტელევიზია? დედა თეატრი რა თავის მწერიან ჭუჭყიანა დედა თეატრი პირველად რო გაიყნოს ამ აქტორს ორგანიზებას ტელევიზიაში ანუ იმედზე ტელემ ჩვენი მეგობარი არხი როგორ უნდა ვთქვა ხო მეგობარი არხი კულინარიულ დუელში როგორ იწვევენ ადამიანები ხო არის რომ აი დუელში რაღაცა ზოგი დამბაჩას ეს ის თუ რაღაც სიტყვიერა ხელსათმანი ჩვენთან ვინ უფრო გემრიელს ადილს გა ათმის ფილეს ხო არა შეიძლება მაგრამ ჯერ არ მომხდარა ეგეთი რამე მაგრამ აი თქვენ დაგპატიჟებთ და ნახავთ მე ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეთ აბა ეს დუელი არა ორივე ერთმანეთს დაუპირისპირდეთ სულ ოჯახშიც ხო ხდებით მამძმას ანგარიში მე დანა არ მინდა ხო ცხვირით ჭრი ძალა ჩქარა უბრალოდ ეს ისე ცოდნა უნდა რომ სწრაფად დაწრათ ეგ თურიზმი თითები რო არ მიაყო მაგასთან დაკავშირებით მაგ თემასთან დაკავშირებით კულინარიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი თამაში მოგი ფაქომაც არის ის ეხლა ფაქოსთვისაც სიურპრიზი იქნება ერთი თამაში მოვამზადე მოკლედ და აი ეხლა დაუპირისპირდებით ჩვენ და ფაქო ერთმანეთს აჰა მოდი ეხლა უცებად გაჩნდება რაღაცეები და თვალის დახამხამებაში და თამაშის პროცესშივე აუხსნით წესებს. იბატონო, ანუ რაში მდგომარეობს თავად? ანუ ამ ყოველზე მე დავალაგებ სხვადასხვა საჭმელებს, ხუთი სახეობის საჭმელს და უნდა მიხვდეთ ანუ ერთად ჩაიდევთ პირში ამ და უნდა მიხვდეთ რა საჭმელები შედის, რა საჭმელები შეჭამ. ეხლა მოვამზადებ მოიდგენით. ეხლა მოვამზადებ პირველ კოლს ნიკოლოზისთვის. არ გურმარი, არაფერი არ ფიაში, არაფერი არ მიყვარს. შენწვარი კარტოფილი, თუმარი გამომწოთ. ცოტა დიდები დადე, რო ვიგზნო რა არის და დიდად დავამატოთ მესამე. და? თუ ყველაფერი უხდება. მეოთხე. რა არის? ბოლო მეხუთე. ზუსტად ვიცი ახლა რაღაცა საზიზღრობა შეუსაბამო რაღაცა. ბოლო მეხუთე. არა, თავიდან დაიწყო. პირველი კოლზი მზად არის. ეხლა მოვამზადოთ მეორე კოლზი. იგივე ვიყოთ მეორე. არა, შეიძლება. არა. ოკეი, ეს პირველი. ეს მეორე. თქვენ ალბათ კარგად ხედავთ თუ რა არის ეს მეორე. ეს არ მიყვარს. კი, ყველას დაანუყვარს. მამაკაცებს აი ნინი მინიშნებებსაც გაძლევთ ხო ხედავ? ყველას რო უყვარს მამაკაცებს საყვარები ხარ. გასაგებია. მოკლედ მესამე ანუ ეს ხო უნდა რომ ამის გარეშე ხა ქართველი საერთოდ საჭმელს ვერ ჭამს რა. მეოთხე. სანდილი პატივია ჩემი აზრით. ერთი წუთით მეოთხე. მე მგონი ჯორჯია. ბატონო ნიკოლოზ. ბატონი. ხო თუ არის მეოთხე რა თავარია, ამას არ ვიცი. მეხუთე არ ვიცი ამას რა ქვია საქართველოს. მაგრამ თავარია რომ არსებობს. ხახო საზიზღობა არ მაჭამოთ რა. არა, ძალიან გემრიელი გამოდის მართლა რა. რასაც მე უყურებ, არა, შეიძლება ვწდები. შეიძლება მიიწვიონ საქმეს. სწორად. ნიკამ უკვე მიმიწვია მე თავი. უცბად არ შემოგვიყვანოს. მოკეთ სამი. უცებ კეფიდან არ გამოვიდეს. ორი, ერთი გადის ერთი მამით. რა რატო ეს? მე უნდა წამოვიძა ხო რა? არა. დაფიქრე დინჯად გაანალიზო. აბა მამიკოს ხათრით მამიკა. მოიცა ეხლა სტაბილიზატორად ეს მაქინა უნდა გაქრეს აქედა. ჯერ არ მოიხსნათ ხალი და ერთი ორი და დავი და შეგიძლიათ მოიხსნათ. მოიცა ერთი წუთი. შემიძლია და ხო მოდი აბა
ოქროს ძალიან არ გაუბარცხო. აბა რას ფიქრობ? პირველი ინგრედიენტი რა იყო? ბიჭო ეს გამოვარდი. მოდი შევარ, მოდი. მოდი აბა. კეჩუპი. კეჩუპი უეჭველი იყო. კეჩუპი. ბანანი. ორი გამოიქნა. ოჩა. ოცა ხაზი ჩამოიშო. ესოთან მიოწო რა? მე ის პატარები ისენი იყო, სიმინდი, 3 გამოიცანი უკვე 5-დან. ბურღულივით იყო რაღაცა. ჭადი. 5-დან 4. ხელით ვაჭამე. და ისი ძალიან ადვილი გამოსასწორია იქ. 4 გამოდი. დაწეროს და გახდება. მოდი, იქებ გაიხსენო. რას ფიქრობ? ზეთისხილი ხო იყო? ზეთისხილი? ეგერ გდია ერთი წალი და მიხდებოდა, აბა რა. დაუყარა ნიშნებები. ეს ჩაპი შეჭრა. ზეთისხილი იყო. კარგი, ერთი აუ იყო. უეჭო ჯონჯოლი. ჯონჯოლი. შენ კაი რაღაცეები შეხვდა. მოიცა ეხა როგორ გძელდება არა, უკვე. ცალსვეთ გზელდება. ზეთისხილი, ჯონჯოლი. ქართული. გუშონი. გუშონი, ხო? გუშონი, არა. შედედებული რძე. შედედებული მაგა დაწყარებული ძეა. გუშონი. აი მე ირევა. ორი. 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 4 რა. მინიშნება მოგვეცით ეს. აქეთ ხარეს მინიშნება არის. მინიშნება ვარ მე თვითონ პირადად. რაღაცა მჟავე იყო, რაღაცა მჟავე. აქეთ ხარეს მინიშნება არის ოსკარი. იტრი. ჯავე. მჟავე კიტრი და მიშა მოსკი იყო. ორი, ერთი და გამატარებო და ბატონებო ჩვენი თამაშის გამარჯვებული ბატონი, ბაგო, მეგობრებო. რა იყო? გიოცავ მანდარინი. ოსკარი. მიშამესკი მანდარინი. აი მინიშნება გოგეთი. მე просто მე მიშა მისმეგონა. დესერტი. აი მოკლედ ამას გადავწყვეტ. შენ მეორე თამაშიც ვარ, ხო თუ არა? გვაქვს თამაშები მესამეც გვაქვს მეოთხე. მოკლედ ვინა ხამში წვა საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ესეთი თამაში, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. უცებ ავხსნით წესებს. ნებისმიერი 5 შეგიძლიათ აიღოთ. დაიდოთ თქვენთვის მაგიდაზე. ხო. შემდეგ 5-დან გამოიღოთ ის რაც არის 5-ში. რაც 5-ში და ერთმანეთს უნდა უთხრათ რა დევს. თუ მინდა სიმართლე უთხარი, თუ მინდა უთხარი ტყუილ. აა ჩვენ გადავწყვეტ. ჯერა ან ჯერა. თუ გჯერა, უნდა უთხარო შენი მჯერა, თუ არ გჯერა, უნდა უთხარო შენი არ ჯერა. იმეცი. ამის მიხედვით დავიწყოთ ქულებსაც. მოკლედ მე დავტოვებთ გათხარნიკა. თელი სულის კეთილ. მე ვიწყე. ეს როგორ არის? ნახო. თქვენ ჯურს ვიძიებ, ფაქორო დამიმარცხე შენ. ხა რომელი ნომერი ავირჩიე? მაყურებელს უნდა ვთხოვო, ხო? დავიტყვი შედაივიჩეთ. რომელი აირჩიოს? 7 არ მინდა. 7. მოდი ავირჩე 3. 3? კი ბატონო. ვაუ. მედია რაღაცა არ გადმოვარდება. რაღაცა ვიღაცა არ გადმოვარდება. ოპა. ბარა. ამაცაც ძიმია ისე? ძიმე იყო? ბიჭო ეს მეც არ ცირა. ბაჟეში ჩაწყობილი ესე თუხ-თუხ ახალ-ახალი რაფაელოს მარცვლები. ვითხარი ხა, ყოველია თუ მარტა. ბაჟეში ჩაწყობილი რაფაელოს მარცვლები? სამაგიეროს მიხდი? ბიჭო, ხო თუ შეგეშალო მე გასინჯა. რა. გამოიცნო რა. ოდამ დაუჯერო თუ არ დაუჯერო? ბიჭო, ანუ მოდი არ ჯერა შენ. მე მინდა რომ დააგემონო ბაჟეში ჩაწყობილი რაფაელო. ეხა ჩემი ჯერია რა. ხო, ახლა შენ ჯერია ყველა ვარიანტი. წესები ესეთია. ხო. რომელი ავირჩიო ფაქრა? შენ თვითონ რას მე გიჩერო 5 ნომერი. 5?
მოდი მაინც ვინმე რაღაცა პოლიტიკურ იმაში არ ჩამომართვას და 4 წავირჩევ. დაიბა 4-იანის თავზე რა დევს? პოლიტიკური სარჩმული არ ჩამომართვან თავზე რა. კი ბატონო. ახლა. ნელა. აბა ნახოთ აქ რა ხდება, რაშია საქმე. აბა შევხედოთ. ხო ვერ ხედავ იქ ძალიან ზემოთ აიწიე რაღაცა. ვაუ. უთში დევს კაი, მაგრამ ეს პირდაპირ გეტყვი მოკლედ. არ დავიწყებ რა ბევრი იმას. უებს, იმიტომ რომ ვერც მოვიფიქრეთ. ეხლა ფიქრობდი რამე ხო არ უთხრა თქვა და მოკლედ პირდაპირ გეტყვი რა. ფერადი ქაბაბი. აქ ეს ვენდობი ხომი ადამიანებს. ჯანდაბას შენთან. ვენდობი? ჯერა. და არ ვიცი ხა გასინჯეთ ხო ვერ გეტყვი, მაგრამ აი გატყვი. ბიჭო, ეს ისე. მოკლედ, ერთი თემი. ხინკავს კაცი გააფუჭებად, მე რა გითხარ? როგორც აიჩე. მე 5-იანს ავიჩე, რა კი შენ უარი მითხარი, ჩემო ბატონო. შენი 5 მოკლედ ადგილზეა. ოპა. როგორ ეგიბება შე? კუჩი დევს, ჩემო ეჩი ლამაზად ჩაჭრილი ბანანი. კეცში ლამაზად ჩაჭრილი ბანანი. მოკლედ არ ვიცი ხა რამდენად სიბრძნე სიცრუისა გამომდის. სიბრძნე სიცრუისა ხო არ დავარქოთ ამ თამაშს. ჯერა სიბრძნე სიცრუისა ისე ნამდვილად. შვენიერი სახელია, ხო? ბაკო. სახელი გაუფიქრეთ, თამამ? სიბრძნე სიცრუისა. ვინ მოიგო? აი მჯერა თუ არ მჯერა რა. სიბრძნე მითხრა თუ სიცრუე, ეგ უნდა დავადგინო, ხო და რაღაცა სიბრძნეს არ გავს და სიცრუე რა. არ გონია რომ მოგატყუე? ხო, ჩვენოდეს. ბიჭო. ნაჩვენე. ანანი მართავა. მოიგო, დავიღუპე. მოკლედ გამოფიქელი ჩამორჩევა აქედა, კაი. აი ესე, ასტუმრებს დაგებინებენ. იმედია არ გეცდინე რა. რამენაი. ბატონო, ხალბატონებო და ბატონებო, როგორ იქნა? დაგიბრუნდით ეკრან, რამდენი რეკლამა გვაქვს მოკლედ. ჩავჩილავდით ცოტა რეკლამის დროს და აი დავბრუნდით ახლა. პაპაი და თამადის მოადგილე ქელში. გუშინს ბერას ნოდიკო ტატიშვილი. რეკი არის? ისეთ შეგრძნება მოხდა თითქოს ნამყოფი ხარ. და მე მინდა მადლობა გითხრათ რომ ყოველკვირა თქვენთან ვარ. თითქმის უკვე. დიდი პატივია და მოდი. გონიერ სამსახური ვიშოვე რაღაცა. კაი, შენ ხა ძალიან გაგიყვანა ფიქრებმა. ხო, ეგეც. ნინი, გაიცანი, რა გაიცანი? ლამაზეს ვაფშე. რა ხართ ეს გოგიჩაიშვილი უფრო. მაგას გოგიჩაიშვილებიდან ყველაზე მაგრად რომელი გევოსება? რომელს გამოარჩევდი? დათო. ნუზარა. ნინი ყავს რატო არ მალე? კი, როგორ არა, მაგას ეგაწყენინებ. და ეხა გაუხარდა ძალიან. თან კაუზის ამოღება დაამოღება. ახლა დამოღალებულია კაუზის ამოღება. აუ რაღაც მინდა კითხო, სანამ რაღაცა ისე დავიწყებთ რა. აი შეხედე, ეხა ადექი რა თემ როგორ აწვია რა. აი რა, იმენა. მოდი შევინა მოგიხადო რა კოლეხიდან მოვდივარ. მოადგილე ვიყავი რა და. ნახე როგორ აწვია. მე და პაპაი ბატონო. შენი ამას რა ქვია? კონსული როგორ გძნობ თავს მოგვიყევი? კაი განწყობი თორე თქვენთან მით უმეტეს ისეთი არის რა, კაი გარემო. ჩვენი ბინა, ჩვენი ბიბინა. ძალიან ბიბინებს და ზოგადად. ბიბინებს და ვართ რა. თქვენს ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ და თავიდანვე დავიწყებ გაფრთხილებით ფაქტი ამედვარ ჩაწერაზე. ეს ტორტების ათხლეშვა საქმეა და რაღაცა ეს რა ქვია ეპილაციები არ გამიგეთთ.
არა, შანსი არ არის. ეს შენ დაგინდობ. პირდები რომ ეს შენ შეგხვდა ის ახარ, იღბლიანი ხარ. ხო. ან კაი ხასიათი ვარ, ქელეთის უფრიდან მოვდივარ. რატომ მოდიოდი მორალურად ხემსადდებოდი რამდენიმე დღე რა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის სლენგი რა. შენ რომელი სიტყვა გაქვს ისე ამოჩემებული ყველაზე? გაიჩიტა სარამო? გაიჩიტა კი. შეჩემა. შეჩემა ისეთი მუსიკალური სლენგია, იმიტომ რომ ლალალაც რო დაყვება. ხო, შეჩემა ლალა. იდე სამოუ გეგმებზე მოგვიყავი. რა ვიცი, აი რაღაც ბევრი გასტროლი დამემთხვა და მიხარია ძალიან. ხო, ის ვიცი რომ შვედეთში რო იყავი. ხო, შვედეთში იყავ. პრინცესა თუ პრინცესას. აი, რატომაც ეგრე გავიგე. პრინცესებში, ეს პრინცესა ჩამოვიდა, ხო? ხო, პრინცესებში. არის მალე ბავშვი არა. არაფერი. ერთი შვედეთის პრინცესებში ბაქეიფა. ძალიან პრინცესები ყავს ხოთაშურის და ძალიან პეროები არიან ისინიც რა, მაგრამ ჩვენთან ხო ძალიან პეროები არიან, თქო პრინცესები არ არიან. პრინცესების გამოკლები. ეხლა ნახე რა, იქ არიან პრინცესები, პეროები არიან, მაგრამ ძალიან შეჩემები არიან. ანუ თქო ჩემებს. თქო ჩემას არ ეთქო, პირიქა შეჩემა, ძალიან უშუალოები არის. უშუალო. ხო და აქ თხოვენ რომ უთხრა თქო ჩემა. ეს არა თან პრინცესები არ არიან და ამით განსხვავდება ჩვენი პეროები. პრინცესა როცა ხარ, მე მგონი გააქვს რა. პეროს უფლება, ანუ რაღაცა სტატუსი გაძლევს მაგას უფლებას, რომ პერო ხო, ბევრი პეროები. პეროსაც თავისი ადგილი აქვს, თავისი კონკრეტული ადგილი. კეთებზე. შუშაში. ხო და ჩვენთან ეგ აქვს არეული კედლის მაგივრად. ხდებიან რა არის პერო. შეჩემა რა უშუალოები და რა ივენთი, რა ტუსოვკა იყო რა. აქ იყო ეგეთი ტუსოვკა, რა ხატამოз რა ხატაზე იყო. ბაიძე იყო. ბაიძე სისტრიონ დედოფალი სილვიას ქონდა, იგი დედოფალი სილვიას ფონდის ეგიდით ტარდებოდა საქველმოქმედო ვახშამი, სადაც იყვნენ სხვადასხვა სამეფო ოჯახიდან მოწვეული პრინცესები, ანუ საქველმოქმედო ვახშამი ნიშნავს რომ რაღაცა ისთვის საჭვალები იყიდებოდა. არა, ისთვის ჭამდნენ. ვადო ვერ ვიყო. ხო, ანუ ეგ იყო რა. საჭვალები. სტუმრები ვინც მიდიოდნენ, ჩუქრინან ძვირფას აჩუქრებს ალბათ და იმას ქველმოქმედებდნენ. არა, ეხლა ნახე რა ხდებოდა. ეგეთ ვახშამი იყო რომ ყიდულობდი ბილეთს ამ თან თუ არ მოგიწევდნენ ისე ვერ მოხვიდოდი. მაგრამ თან გიწევდნენ, მაგრამ იქ იყო ეგეთი პირობა რომ უნდა გადაგიხადო დიდი თანხა რომ იქ შდარიყავი და გევახშმა. ესეც საზოგადოებასთან ერთად. მერე გაიმართა აუქციონები და რაღაცა ნივთები გაიყიდა და ვახშამი იყო ფანტასტიკური, ეგეთ ვახშამზე მეორედ მოხდა ცხოვრებაში. აი კერძები როგორი იყო? აქეთ იყო ხუთი ჩანგალი, აქეთ ხუთი დანა, ხუთი კოზი, ჭიქები, ბევრი და მოკლედ ვერაფერი ვერ ვჭამე. ვიჯექი და ჩანგლები ხო დაამოვა. ჩანგლები დაამოვა. ვაშ თავმოვლები. ხო. მე ყველა წარმოდგენილი მანდ. ხო, დედოფალი არ იყო, იმიტომ რომ ვერ იყო კარგად და სამაგიეროდ სამეფო ოჯახი იყო. მე ვიცი რომ ჰოლანდიის დედოფალმა ძალიან ბევრი ჭამა იქ. ისე ხოდა გახსოვდა და იმე ჭამა და დედოფალმა და ვის უფრაზეც იჯდა იქ. ის უფრო ძალიან ისე მისტანებია რომ ვერ აუდიოდნენ, განსვლა და წავიდა სამ. დედოფალი. ქართველი იყო ინაშეს გარდა. იყო ანა ბაგრატიონ გრუზინსკი. ანა სამეფო გვარის თავმავა. კვანცა ბაგრატიონი არის. პრინცესები რა, ანუ გათხოვილები და ოჯახ დაბინავებულნი არიან და აქ შანსი არ აქვს ესე იგი. მართლაც და არჩენ. არც. ანუ რა შვედი უნდა იყო? ანუ ხახეზე სიმპათიური ხარ ეგ არ ყოფნი? ანუ შვედი უნდა იყო. მაგასაც აზრია რა. მაგასაც აზრია რა. გინცენ წახუხარ, გინცენ. ძალიან მაგრატო ხერი რაღაცა აზრია რა. არანაირი. მაინდა-მაინც საფაფო გვარის თავმოვლი გოგორელიანი უნდა იყო მაინდა-მაინც. ანტატიშვილი. ანტატიშვილი. ნინო, მესო დამოლევინო, ყავა შეიძლება? კოზი არ გვაქვს. კოზი არ გვაქვს. მე მაინც უშაქრომინდები. მაგრამ შაქრიანია და ეს ეხო. ხონდა შეენჯღრიო. მართლა ისია, კარგად აქვს. ეგ კოზი სპეციალურად არ აქვს. შენჯღრევა თუ შეგეძლო, რას დაატარებდი ამ კოზებს? აჩი პროექტებს ყლა. იცვლი? ხო, მაგრა იგებ რა, რაღაცა ის გაქვს დამუღამებული, რომ ჯეუსტარი მოიგე. კი. მამაჩემა ჩადო 10 ლარი ფინალს. აი, ყველაზე მაგარი ბიზნესმენი მამა შენ იყო კლარად. მანამდე 5 ლარს დებდა და ბოლოს 10 ლარი. ხო, ნაჩერე. შენს რო კაი სიტუაცია, იმიტომ რომ შაქარი არ არის. ჩვენთან რო დაიწყეს ნინო არ შეიძლება ხო, შემეწეს. შარქო.
კაი აქ ვერ გამოვეწია, ხედა, პირველი ზახა. ოთხონაგან აქ ხო რა სამოფ, უცებ გამოძრევი, აქაც აჰა. ეგრე. როგორ გვახევენ ფაქო პანი. არა უშავს. ეხლა ნახე თამაში, უყურე უცებ თამაში გვაქვს. აი აქ. ვითამაშოთ რა დღეს შენ ძალიან დაგინდეთ, რომ შენც გთხოვე რომ აქ შეწერაზე მივიდივარ და არა ბიჭებო და ჩვენი ხა ისეთი არა ვართ რა ხა. ვიდი შენ დაგიგე მე აქ შევაც. დაგინდეთ, მაგრამ რაღაცა სიურპრიზებს მაინც უნდა ელოდე. ეხა ისევ ერთხელ გონია რომ საერთოდ აღარ დამინდეთ მათ. არა, დაგინდეთ, ბოლოს დაგუნდები რომ დაგინდეთ. და ნუ თამაში მდგომარეობს შემდეგში. შემდეგი თამაში. მოკეთ, როცა მღერი ხო ანუ თან როცა მინუსიც თან ახლავს ამ სიმღერას, ანუ უფრო სხვანაირად ჭირს, ხო და როცა მინუსი მე მაინც იქიდან ხო და ესო მოკლედ ხელი ხილკიდა ხო და როცა მინუსი არის მის უფრო რაღაც ისეთი გამოდის უხერხული და უფრო უნდა დაძაბო ხმა აგონება რომ უფრო კარგი გამოვიდეს ხო მე თხა ანუ თავზე აკაპელაში უნდა მინდა ხო ანუ მინუს გაიგებ აკაპელა მაყურებლისთვის აკაპელაში მღერი მაგრამ კიდე ერთი დაბრკოლება ემატება რომ თან ვერ ხედავ მაყურებელს კონტაქტი არ გაქვს რა ანუ თვალებს აგიხოთ და ეგის დამპლობა არის ეგის დამპლობა და რაც მოხდება ნუ ყველა ერთად ნახავთ როგორ გიყურებს ავდექით კარგი ავდექით დავიცავ ვარ პირველი სტუმარი რომელსაც ვიკეთებთ არ ვიცი რა ქვია მას ახალი თაობის კარაოკე რა ვთქვათ მოდი კილერ კარაოკე მოგეს პირველი ადამიანი ხარ ვისაც ამ თამაშს უკეთებთ ანუ ფაქტიურად ჩვენთან რო თვალებზე აიხვენ მაგას ხო და ვიდივაშკაცობა უნდა აშკარად გეტყობა აბა სასასთან ნახობი აბა ვინა ვარ კი არა სადაა ეს არ გამოტოვე არის მოკლედ ეხლა რა ხდება ხო ეს მიკროფონი გავიკურა სამ ვისაბა მაგრა ვიძაბები ეხლა არა მოკლედ არა და მოიშვი ჩვენ შენ აქ სტუდიაში მიხო საერთოდ აქედან შუქი შემოდის შუქი რო შემოდის უკვე იმედია იმედიც არის ხო ეს იმედი მაინც დამიტო შვედეთის პრინცესებს უმღერი უნდა იმოძრაო სიმღერაზე მთავარია რომ ამ სცენიდან არ გადავარდე არ გიგარი პოკეთ ზათხარ მე მზად ვარ მაგრამ მაგრა ვიზაბები არა მოიშვი აბა ნახოთ დაძაბული როგორ მღერი მოკეთ 3 მაგრამ ეს ბიჭი არის ვაშკაც ჩვენთან არაფერი არ ესმის წავედით ეხლა მოусმენთ Yesterday Oh, my troubles seem so far away Now it looks as though I'm here to stay Oh, I believe in yesterday ხო და მოკეთ ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც I'm not happy man like you used to be თავის თავთან მარტო ყველანი მიდივართ მე ბაკო ნინი ოპერატორების უდე შუქი ჩაკრავს სტუდიაში ყველა დაცვა შეამოწოს ყველაფერს და თავში ბიჭები გადააკრავენ გადაღალებზე რომ მოიხსნის არ ამდება მარტო თავდახოთ და დავწყვეტ მისი რეაქცია მოკეთ ეს მადლობა ეს იყო რაღაცა Oh I say something wrong not alone for yesterday Why she had to go, I don't know. She wouldn't say. I said
Yesterday გადარჩიგონი Love is such an easy game to play Now I need a place to hide away Oh I believe yesterday I believe yesterday ეს ის დამოვიწყდა რაღაცები გამომადა და ვაფშე არც შემხედი ხართ ეს უკვე ძალიან კაია მაგრამ ორჩა მოვიხსნა თუ რა გავაკეთო მაგარი მაშინებთ მოვიხსნა ეს თუ რა გავაკეთო ბიჭო ეხლა უნდა გელოდოთ ესე თუ რა იუმორი არის ეხლა მოვიხსნა თუ მეკეთოს ბიჭო ეგ მაინც მითხარით რომ ვიცოდე რა მოვიხსნათ ესე როდის მოხვალთ Yesterday all my troubles seem so far away ეხლა მოვიხსნი და შეიძლება რაღაცა გაგიფუჭოთ და ამით თუ არ მეუნებით რა უნდა ვქნა ეს Молодец. ესე იგი მართლა დამინდეთ რა და საღო თუ არ მოხვალთ ეხლა აქ არავინ მაშინ მე დავამთავრებ დღევანდელ გადაცემას რომელ კამერაში იქით დიდი მადლობა რომ გიყურებდით დღეს ჩემი სტუმრები იყვნენ თემო და ფაქო ჩვენ ძალიან ისეთი იუმორით ვეცადეთ რომ გაგვერთეთ ვირფას ტელემაყურებელო და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ შაბათს GDS-ზე საღამოს 9 საათზე